ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვერცდა და როგორც მოგახსენებთ, ჩვენი საუბრის თემა იქნება ეკლესია როგორც გადასარჩენთა ერთობა. დილამშვიდობის მამა ირაკლი დაგლოცით. მოგესალმებით, უფალმა დაგლოცოს და გაგვაძლიეროს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. ამინ. მამა ირაკლი, თემა უკვე დავასახელი თუ რაზე მოგვიწევს საუბარი და როგორც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ჩვენ გადაცემის მეშვეობით, ასევე წმინდა მამები ის რომ ჩვენ ერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ადამიანი ცალკეც ლოცულობდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეკლესია სწორედ არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ის, რომ უფლისაკენ სავალ გზას შეუდგნენ და მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა, მაინც არ დაბრკოლდნენ და ღირსეულად გააგრძელონ სვლა. რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ ერთობას, მამა ირაკლი, და რა იგულისხმება ამ სიტყვებში, როგორც გადასარჩენთა ადგილი ეკლესია? პირველ რიგში ნაღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა ეკლესია იწოდება როგორც ძალიან მარტივი პრიმიტიული გამარტებით, როგორც მორწმუნეთა კრებული. ერთობა, როგორც თქვენ ბრძანეთ. მაგრამ ეს არ არის მისი სრულყოფილი და მისი მნიშვნელობის ფუნქციის გამოხატველი გამარტება, თუმცა ვიცით რომ ეკლესია ერთია, ჩვენ წამშიც გვიწერია ღვთისგამოცხადებული სეციური სწავლება ეს ვიცით, მაგრამ ასე ყველა ადამიანს შეუძლია адам და ჯგუფს თავის თავს ეკლესია დაარქვას, გარკვეული რწმენით გავლენ გაერთიანდნენ და რასაც აკეთებენ ზოგი რელიგიაც არქმევს თავის თავს ეკლესიას გარკვეული განშტოებები, მაგრამ ეკლესია ერთია და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საუბარი ბუნებრივია. მაგრამ თავარი მაინც ეკლესიის ფუნქცია მნიშვნელობა გამომდინარე მისი სახელის გამარტება, რომ სადაც ჩანს დღევანდელი გადაცემის თავარი თემის შინაარსის წოდებაც როგორც გავაცხადეთ, გადასარჩენთ. ანუ ეკლესია თვითონ სიტყვა მოვდენას ბერძნული ზმნა ესეთი არსებობს ეკკალეო. ეს ნიშნავს მრავალნაირი გამარტება აქვს ახლა ბერძნული ენიდან კონტექსტიდან გამომდინარე, რეალურად ნიშნავს რომ ისე მოწოდება ადამიანის გამოხმობა, მოხმობა, სწორედ რისკენ გადარჩენისაკენ. და ჩვენ გადახვევას გავაკეთეთ თქვენს დემბართვით რომ არათერ აგვიღიშნავთ თქვენს ეთერში რომ როცა საკვირაო სახარების გამარტებაზე გახდით მეს და მრავალჯერ აი კვირის სახარება ძალიან მნიშვნელოვანია და მორწმუნეს აქონეს დიდი ყურადღება მიქცეული კვირას წირწირვას წაკითხული სახარებისაკენ და ასეთი რჩევა და კურთხევა ეკლესიის მამებისგან რომ მთელი კვირა შემდეგ მორწმუნე აი ამ ამოკითხულ სახარებას უნდა უღრმავდებოდეს, გამარტავდეს, ანალიზებდეს და შემდეგ კვირამდე აი ფაქტობრივად ამითი უნდა ცხოვრობდეს და სწორედ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც ენათესავება და ეხმაურება კვირას წაკითხულ სახარებას, როცა უფალმა მოუწოდა მოციქულებს, მათ დაუტევეს ბადენი, მას მამანი შეუდგნენ მას. და სწორედ იგივეს აკეთებს ეკლესია ყოველთვის, უფალი მოგვიწოდებს, ეკალეოს სწორედ ამას გულისხმობს, მოგვიხმობს უფრო აი გამოხმობა, გამოღვიძებისაკენ, რისგან გაღვიძებისაკენ, ცოდვას და დაღუპვას მიცემული ძილისაგან გამოღვიძებისაკენ. და ეს რომ რეალობა ძალიან მარტივად სამწუხაროდ აღნიშნავთ, რომ ცოდვას ისეთი თვისება აქვს ადამიანს, გონებაც აქვს ახლა ცოცხალიც არის აზროვნებს კი ბატონო ღვთისქმნილება, მაგრამ გადარჩენაზე აღარ ზრუნავს. ეს ეშმაკის თავარი და პირველს გამარჯვება მიღწეულია სამწუხაროდ დღესაც ბევრში ცხოვრობდნენ გამომდინარე რომ ისინი არ ზრუნავენ გადარჩენისაკენ. სწორედ აი აქედან ამ დაღუპვის გზიდან გამოხმობა არის ეკლესიის მოწოდება, ეკლესია გამოღვიძებისკენ მოწოდება, თუმცა რა თქმა უნდა აქ იძულება არ იგულისხმება და არც ვინმეს ხილება ან განჯა და განკითხვა. და ადამიანები არ ფიქრობენ სამწუხაროდ ახლა ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო ახლობლობაშიც, ნათესაობაშიც, სამეგობროშიც ძალიან წარჩინებულნი გონებითი უნარებით თანამდებობაზე მყოფნი, მაგრამ უმთავრესზე არ ფიქრობენ. აი ეს არის წოდეთ სულის გადარჩენისაკენ ზრუნვას გულისხმობ. და ეს ცხოვრება ისე გადის ბევრისთვის სამწუხაროდ, რომ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩენს, რომ თურმე ეს ცხოვრება მისთვის არ ყოფილა არაფრის მომტანი, არც მისი პირადული წარმატება, არც გარკვეული მეცნიერების შემეცნება და იქ სიღრმეებში ჩასვლა, არც გაგიკვირდება და არც შვილები, არც შვილიშვილები, არაფერი გარანტია არ ყოფილა, არც არაფერს მშობა არ ქონოდა ღვთის წინაშე ადამიანი სულიერად განკითხვისათვის წარდგება. ამიტომაც ეკლესია სულ ამას მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ გამოიღვიძონ, შეუდგნენ გადარჩენის გზას. ადამიანები სამწუხაროდ კმაყოფილდებიან იმითი რისი უნარიც შენდობას ვითხოვ, რომ ღმერთისაგან მიეცა ფრინველსაც და ცხოველსაც, კერძოდ ჭამისას, მისა და რეპროდუქციული უნარის, ანუ თავისი მსგავსი გაჩენისა გამრავლების. და დღეს ვაკვირდებით, რომ ბევრი ასე ცხოვრობს.
სამწუხაროდ კი ბატონო ეს გამრავლება ძალიან კარგია შვილი თლათ უკეთესი სამსახური, მაგრამ ყველაფერი აქ დარჩენადია. მარადიული მხოლოდ და მხოლოდ სულია, რომელიც ღმერთთან ურთიერთობაში უნდა პოვებდეს თავის რეალ გადარჩენის გზასა და ხსნას და ხსნის საშუალებას. და ამას არ აკეთებენ, თან ავინ არ აკეთებენ, უფრო მძიმე მდგომარეობა, როცა ამ შემთხვევაში ვაზრებთ ქრისტიანთა რიცხვში, რომლებმაც რეალურად ასე უნდა იყოს გაიგეს ამის ყველაფრის აზრი მნიშვნელობა, მოინათლნენ, წარმოიდგინეთ ქრისტეს ეკლესიას ისინი უკვე შეუვარდნენ. ისინი უკვე გადასარჩენთა ერთობლიობას წარმოადგენენ, მაგრამ სამწუხაროდ საქმით აღარ აგრძელებენ. და ეს არის ძალიან დიდი ჩვენი დროის ტრაგედია მე ვიტყოდი, თუმცა ყველას აქვს რა თქმა უნდა დრო სანამდე ხორცე ცოცხლობრივად რომ ეს შეცვალოს, მაგრამ უნდა შეცვალოს ადამიანმა. და ეს ძალიან დიდი პირობაა, ჩვენ ჯერ კიდევ აი დასაწყისზე უნდა მივიდეთ, რასაც ქვია, როცა ადამიანი ინათლება, ხა დღეს მადლობა აღმოჩნდა, ხა ცუდი კი არის, გადასარჩ ჩვილები ინათლებიან, მაგრამ ნათლობის ნათლის პირით ამოწევენ, ამას პირდებიან, მაგრამ ვის პირდებიან? ნუ ზასწრებით ინათლებიან. ღმერთს უდევენ აქ მას პირობას წარმოიდგინეთ, ხა ყველას გვახსოვს ჩვენ ნათლად ვარ გვახსოვს, ადრე მოინათლეთ, ხო მოგვინათლავს ვინმე დავსწრებულად, რომ ნახეთ სასულიერო პირი სამჯერ ამოწმებინებს სამგზის შეუდგებია ქრისტეს, ის ამბობს შეუდგები, ანუ ქრისტეს ეკლესიის თანაზე არ ხვდები. ხოლო სამჯერ სამების სადიდებლად თეორიული ჰიპოსტასის განსაზღვრება და ეკითხება სასულიერო პირი, შემდეგ როცა უკვე ესეთის ხოჭახი შედგომილ ხარა, ანუ ხო გესმის აი თელი აზრი აქვს ჩადიდის სიბზნე ხა ნათლობის გამარტება შორს აღვიყვანს და ამ დერგზის უმოწმეს მორწმუნე წარმოიდგინეთ რომ შეუდგა ქრისტეს ეკლესიური ცხოვრება დაიწყო რეალურად მოინათლა რაოდენი ქრისტეს მიერ ნათლები იღებეს ქრისტე შეგვიმოსიეს და სამწუხაროდ ბევრი სულიერი ცხოვრება, ეკლესიური ცხოვრება გადასარჩენთა რიცხვი ჩადგომა თავდება მოსნად ემბასთან. და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენისა. ძალიან ხშირად ისმება ხოლმე კითხვა, რომ რამდენად მართებული არის ჩვილის მომართვა მონათლა მაშინ, როდესაც ის არ არის თქვათ კონკრეტულ მომენტში ცნობიერი, ხო, ანუ არ იცის უბრალოდ რა ხდება მის თავს, ნათელს იღებს გასაგებია, მაგრამ რაზე ამბობს უარს, ვის უერთდება და ასე შემდეგ. მხოლოდ მონაცვლული არის, მაგრამ ამ ყველაფერს მე მოგვიანებით ასაკში, გვიან ასაკში ხვდება, ხო? რამდენად სწორი არის ჩვილის მომართვა? რამდენად სწორი, აუცილებლად სწორი არის, უბრალოდ ამას ამბობენ არა სკეპტიკოსები, არამედ კრიტიკოსები და ეკლესიის მტრები რეალურად, თუმცა ზოგი რაღაც სხვადასხვა მიზეზი თითქოს ჩვილს უფლებების მომზრუნავი ადამიანები, რა თქმა უნდა, სიცრუეა, უბრალოდ ეკლესიის ისტორიაში თავიდანვე არ იყო ჩვილთან ნათლობის ტრადიციას უნდა ვახსენოთ, პირიქით კათოლიკე ინსტიტუტი არსებობდა, დადგინდებოდა და მთელი თავის ისტორიები აქ ძალიან დიდი თემა შორს აგვიყვანს, რატომ შემოიღო ეკლესიამ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ქრისტეს ეკლესიაში ჩვილთა შემოსვლა, იმიტომ რომ ხდებოდა ჩვილთა უეცარი გარდაცვალება, მაშინ მით უმეტეს საერთოდ ძალიან დაბანიშვილზე იყო მედიცინის არ იყო ექიმები და უბრალოდ ინფექციური დაავადებებიც კი ათასობით და ასეულს ადამიანს შეიწირავდა. და ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს სიტყვებით რომ უკვე კაცმა ნათელი არ აიღოს, ანუ მეორედ არ აიშვას, მას წყლითა და სულითა მას სასუფეველი ვერ იხილოს. ამიტომ ერთგვარად თავდაზღვის მიზნით გასაგებია იყოს იმიტომ რომ არ მოხდეს ჩვილის უეცარი გარდაცვალება, ინათლება ჩვილი. მაგრამ ეს ძალიან კარგი ტრადიცია, იმიტომ რომ არ თუ იმას ხა უფლების დარღვევა გონია, ეს არაფერი, ეს ბავშვს არ უშავებს არაფერს აბსოლუტურად, რომ ძალიან ცუდად ვიზახ, მაგრამ მას შეუძლია რომ არც გააგზელოს ეკლესიის ცხოვრება, ხო იქ არავითარ ჩვენ არც ხელს არ ეხება ქრისტიანული ნათლობა, არც არავინ არაფერს არ აჭრის, როგორც იყო თქვათ წინა დაცვეთის შეუძლება ძველ აქმაში ეკლესიაში, რომ არავინ არ დაზარალდა, იმიტომ გარდა იმისა, რომ ციცხაში გარიბანება, მაგრამ იქ ვინმე შეცივდა შეება გაცეული არავის არ ახსოვს, ხო? ამ უფლების დასვაზე ლაპარაკი ძალიან სამარცხვინოა, იმიტომ რომ ასე თუ მიუდგები ჩვენ რომ ბავშვმა არ იცის, რომ იქემა და არ უნდოდეს ქრისტიანობა, კი ბატონო, მაგრამ მაშინ ბავშვმა ისიც არ იცის ჩვილმა რომ საჭმელი რომ მოშვიდება და უნდა მაშინ არ ვაჭამოთ საჭმელი, ან რომ უნდა გამოუცალოთ, კი ვერ ხდება, ბუნა მაშვება გაუცნობელად, მაშინ აღარ დავალოდოთ, სანამ თვითონ მიხვდება რომ საჭმელის შეჭმა უნდა მომზადებას შეძლებს და სანამ თვითონ გამოიწ ეს ხომ აბსურდამდე დადის, რა თქმა უნდა, ჩვენთა ტრადიცია ნათლობისა ერთ-ერთი უძველესია და ძალიან კარგი და ამიტომაც ეკლესია გვასწავლის რომ ბარემ ვისაგრილოს შემთხვევით მე 40 დღეს როცა
შოულები არ ნათლავენ შვილს, ისინი დიდად ცოდან ღვთის წინაშე და დიდად რისკავენ, ესეც უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, მეორე მოწყვეტს თავისი ახსნა აქვს, მომდინარე ეს წესი თვით ღვთისმშობელმაც აღას, თუმცა გაწმენდა არ ჭირდებოდა, დედის მიბრძანებასაც საკუთარი თავისი დატვირთვა აქვს და მნიშვნელობა აზრი, საკრალულია ეს 40 რიცხვის და რატომ რისკავენ და ეკლესიის წესს ახლა ვინც არის მორჩილება, ის თვითონ თავის თავს აკლებს თორე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიბრძნით არის ამდენ საუკუნეში დაალაგებული, ხომ? რატომ რისკავს? იმიტომ რომ ყველა ჯვარი წერია, ხდება უეცარი გარდაცვალება ბავშვებისა და უბრალოდ მერე ეკლესია ვერაფერს ვეღარ აკეთებს და რატომ უნდა უნდოდეს არც მშობელს რომ მონათლავი ყავდეს ბავშვს ჩემო და არ მესვის იმიტომ რომ არაფერი არ უშვა და პირიქით მას ენიჭება ნათლის ანგელოზი ფარველი ენიჭება ჩვენზე ძლევა მოსილი და სულ მარადის მასთან მყოფი და ამაში ცუდი საერთოდ არაფერი არ არის მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას რომ თვითონ ეს მოწოდება ადამიანისა ეს ჯერ კიდევ 60-დან იღებს სათავეს ეს ღმერთის ესეთი მიდგომა როცა შექმნა იცი თქვენ ადამიანი ხატა თვისა ესეთი ძალიან საოცარი გამოთქმა რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა ხატა თვისა და მსგავსებისაკენ მოუწოდა იმიტომ რომ ხა ადამიანის დამსხვრევად არაფერი არის მაშინ რომ შეიქმნა ეს ღმერთმა შექმნა ერთგვარად ავანსად მისცა და რამხელა მადლი მისცა ხატებისა და ეს ხატება რომ მან გაამართლოს და მარტო გამართლების გამო ნიშანკი უნდა დაუწეროს ქრისტემ უნდა მიემსგავსოს თავის პირველ ხატს ანუ ღმერთს და ამისთვის მოწოდება მოუწოდა მას თვითონ სამოთხეშივე ეს ხდებოდა რა თქმა უნდა ღმერთის მადლით კურთხევით უფლის უშუალოდ კავშირით ადამიანთან და ევასთან ცოდვის დაცემად ბუნებრივია ხომ მათ ჰქონდათ დიალოგური კავშირი მამაშვილური კავშირი უფალი უხსნიდა უმარტავდა დაუღამებლა და დაუსრულად ამ მის მოწოდების მნიშვნელობას და წეს შემდეგ ცნებები რო არის აუცილებელი დაუწესა მორჩილებამ სიყვარულის გამოხატვის მიზნით როგორც ახლა შვილს მამა რო სთხოვს მორჩილს იმიტომ რომ არ უყვარს ეუფროსება კი არ იმიტომ რომ სიყვარული მისი გამოხატული ყოფილა დამტკიცებული იყო გარკვეული იმ აკრძალული ხის ნაყოფის არ მიღება შესაძლოა დრომდე და სწორედ აი აქ რომ დაიკარგა ეს კავშირი აქ რომ დაიკარგა ეს მსგავსებისკენ წარმატება იმის შემდეგ უკვე წესრიგში დადგა ღმერთისთვის ადამიანის გადარჩენისაკენ მოწოდების უკვე მეცადინეობა და მოძღვრება და სწორედ ამას აკეთებს ღმერთი სამართლის დაკარგვის შემდეგაც არა უკვე ისე უშუალოდ კავშირში როგორც ადამიანთან და ევასთან რადგან როცა ადამიანს დაეცა ადამიანის ბუნება უკვე დაზიანდა, მას ადამიანს აევას აღარ შეეძლო ღმერთთან ამ სიახლოვეში ყოფნა, ამიტომაც სამოთხიდან რომ გამოიდევდნენ ეს მათთვის სასჯელიც იყო, მაგრამ მათთვის იყო ერთგვარად წამალიც, იმიტომ რომ ისინი უკვე ღმერთთან ცოდვის გამო უტანჯებოდნენ, უკვე გახდა აუცილებელი გარკვეული გზის გავლა რომ დააღდგენილი იყოს დაკარგული კავშირი. და ამ აღდგენის კავშირისკენ ღმერთის მარად მოუწოდებს ადამიანს ძველ აქმაში მრავალწმინდა ადამიანს უვლენდა ღმერთი წინა ასამეთყოლების სახით, მამამთავრების სახით, წმინდანების სახით ახალ აქმაში თავად ძეხვთვისა განკაცდა სწორედ ამის გამო მოუწოდა ადამიანს მეტის სიყვარულის მეტის სიდიადის გამო აღარ არსებობს თავად სამების მეორე ჰიპოსტასი ღმერთი ადამიანი გახდა იმიტომ რომ ჩვენთვის ადამიანი ენით გაეგებინებინა ადამიანმა ვერ გაიგო საბოლოო ჯამში ვერ ზეციური გამოცხადებებით რომ რა სურდა მისგან ღმერთს შეიძლება გაიგო მაგრამ არ გაიგო შეიძლება ვერან არ გაიგო ვერ გაიგო ეს სასწაული ესაც ღმერთი უვლენდა უამრავ ადამიანებს ვერ გაიგო ასეთი ღვთაებრივი პიროვნებების გვერდზე ყოფობით როგორც იყვნენ ძველი აღთქმის წმინდანები და ამიტომ თავად ღმერთი ხდება კაცი და ადამიანს მოუწოდებს სწორად როგორც თქვით მოციქულებს იოანე ანდრია პეტრე იაკობი ასევე თვითონ თავად იესო ქრისტე ქადაგებდა რომ შეინანთავ მოგიახლოთ სასופველი ცათა და ადამიანს შეახსენებდა ცხონებისკენ აუცილებლობისკენ ამ სვლას და ამ კავშირის აღდგენის აუცილებლობას და სწორედ ამიტომაც მაცხვარი ძანებს რომ დავარსო ეკლესია ჩემს ჭეჯოხიცანი ვერ ერეოდიან მას სწორედ ამიტომ დაარსდა ეკლესია არა როგორც შენობა არამედ როგორც მასში აღსწრებული საიდუმლოს მისტიური საიდუმლოების ძალით რომ ადამიანებს მიეცეს საშუალება რომ ჯერ გადასარჩეთ ერთობლივ შემოვიდნენ და შემდეგ იქ ღვთისმადლით შეწევნითა და ეკლესიის ზემოქმედებით კიდეც გადარჩნენ სასופველისკენ გზაზე მამა ირაკლი, როდესაც თქვათ ცდილობთ ჩვენ თითქოს რომ გარკვეულწილად ვიყოთ ქრისტესაკენ სავალ გზაზე, პატარა მცირედი დაბრკოლების შემდგომ თითქოს მაშინათვე უკან ვიხევთ. არადა ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით რა გზა გაიარა მაცხოვარმა, ვიცით რომ ჩვენი ცოდვებისთვის იმისაც რომ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები თავად ეცვა ჯვარს ხომ, წმინდანთა ცხოვრებას ვეცნობით გამოგია მაინც ყოველ შემთხვევაში და რატომ ხდება მაინც თითქოს ასე რომ
თავს ვარიდებთ ამ ყველაფერს. საბედნიეროდ ბევრი არა, მრავალი არა, მაგრამ მაინც არიან ჩვენში, ხომ შეიძლება ზოგჯერ ჩვენც ვართ, რომ ხანდახან გვეზარება თუნდაც იგივე კვირა დღეს რომ წავიდეთ ტაძარში და ვაკლდებით ამ დროს სწორედ აი მერთობას და იმ გადარჩენის გზას, ასე ვთქვათ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ყველაზე მთავარი ალბათ ის, რომ ხშირად გვეუბნებიან ხოლმე რატო საუბრობთ სიკვდილზე ხოლმე, ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი აღსასრული დღე, ხვალ გვეძლება საშუალება უფლისგან, ყოველი გათენებული დღე ძალიან დიდი მადლი არის ხოლმე და დიდი წყალობა უფლისგან, რომ გვაძლევს საშუალებას მოვიდანიოთ ის ცოდვები, რაც ჩვენ გვაწუხებს, ვინაიდან შეიძლება მომდევნო დღე არც გათენდეს ადამიანისთვის. აი ამ ყველაფერს თითქოს ვიაზრებთ, მაგრამ მაინც უგუვაგდებთ ამ ყველაფერს. თითქოს მაინც გვექნება დრო, რატომაც გგონია, რომ მარადიული სიცოცხლე გვაქვს ამ ქვეყნად მოცემული და ბოძებული. რატომ ხდება ასე? თქვენ როგორც მოძღვარი შეიძლება ხშირად გქონიათ ამ თემაზე საუბარი სულიერ შვილებთან. ხა ჩვენ ვახსენეთ ხა რა თქმა უნდა დასაწყისში ასე დავიწყეთ რომ ეს ყველაფერი ბოროტისგან არის ადამიანს სამ ცოდვა ეშმაკისგან არის ცოდვილი ყველა ეკლესიის ცოდვილი უცოდვილი გარავინია მაგრამ ცოდვის აი შეგუებას და ძილი ამას ქვია სასიკვდილო ძის მიცემული კაცობრიობა ამას ესე ტოვებს ესე და ფიქრობს ეს პრობლემა არ არის გადადევს ამ ეკლესიაში მისთვის საკითხ მაგრამ თუ ყველაფერს ბოროტს უნდა ვაბრალებთ ერთ-ერთ პრაქტიკაში ჩანს რომ კიდევ მთავარი მიზეზი რაც მორწმუნეებს აძლევს ამ დაკარგული კავშირის აღდგენის საშუალებას ღმერთთან ნათლობის მერეც კი ღმერთის ეს მოსანენებელი ცოდვა პირველ აქედან იწყება ვისაგებლის შემთხვევით რომ როცა ეკლესიური ხდება ადამიანი რეალურად აღსარმაზერებელი პირველი რაც უნდა დაინახოს მოინანოს არის რომ ამდენი ხანი რომ გაატარა ეკლესიის გარეშე და ღმერთის უარყვის ღმერთის შეურაცხყოფა როცა დაპირდა და შემდეგ არ შეასრულა ხო ჩვენ ვინმე ისეთ ძვირფას პიროვნებას ზემდგომს თანამდებობის რამე დააპირდო და არ შეუსვოთ ამის გამო პასუხი მოგთხოვნა და შეიძლება ციხეში ჩასვან ადამიანი ყოველას ჯვარი წერია და როცა ღმერთს პირდება ადამიანი და იმ ღმერთს პირობას არ უწევს გონია რომ ძალიან მარტივად ესმის და არაფერი არ არის პრობლემა რა თქმა უნდა ძალიან ძიმეთ დაიჯება თუ არ გამოასწორა პიროვნებამ ეს მისი მიდგომა და მარტო ეშმაკს უნდა დავაბრალებთ ყველაზე დიდი რაც დღევანდელ ადამიანს უშლის ხელს ეკლესიაში მოსვლაში ეს არის ამასოფლის სიყვარული და დღევანდელი კაცობრიობა ქრისტიანებიც ასეთ მაღალ ნიშნულზე საკუთარი ეგოზე ზრუნვისა კომფორტისკენ სწრაფისა თავგადასავლების ძიებისა გართობისა დროსტარებისა ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ყოველ დროში აფული ყოველ დროში იყო დიდრები ყოველთვის იყვნენ გართობის საშუალება ყოველთვის იყო რაც ჩამოვთვალე ყველაფერს მაგრამ ამ დოზით და ამ ფორმით რაც დღეს არ მართლაც გასაკვირია არადა სწორედ ეს ხდება მთავარ დამოუკიდებლად ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობისა. ამასაც გულისხმობს მაცხოვრებს და ბრძანებს რომ ამასოფლის სიყვარული არის მტერობა ღვთისა. თითქოს ძნელი და გასაგებია კავშირი ამ სიტყვებს შორის, მაგრამ სწორედ ამასოფლის სიყვარული ადამიანს არ აძლევს საშუალებას რომ მივიდეს ღმერთთან. და ეს არის ძალიან დრო დაფიქრდეს ადამიანი და ფიქრის დროსაც არ აძლევს ეს ცხოვრება. ყველას თავისი სიმართლე აქვს, რუტინა, სავალდებულებები თითქოს მოვალდებულება არა რომ ღმერთს შეპირდი და სიტყვა შენი სიტყვა აღასრულო. ხომ, მაგრამ რომ დაფიქრდეს ადამიანი მინდა ურჩიო ყველას რომ წარმოიდგინეთ რომ თუ იმას გონია რომ მარტო ის რომ აქვს რეპროდუქციული უნარი, ჭამასმის ასე შემდეგ, თუნდაც მონათლულია, თუნდაც ჯვარს ატარებს, სიკეთეს აკეთებს, სულ ესე ამბობენ ხოლმე სულ სიკეთეს, მხოლოდ ღმერთი აკეთებს სახირით, მხოლოდ ღმერთია, მაგრამ და ეს თუ საკმარისი იქნებოდა, ამინდა რომ იქმა დაფიქრდეს ამის შესახებ ჩვენი სპენელის, მაშინ ხო შეიძლება გავანაძოთ ერთ ხარეს დევს რა 21 საუკუნოვანი აღარ საუბრობ ძველ აქმაზე და 60-ს და ცოტა ვისაუბრეთ 21 საუკუნის ტრადიცია მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, რომელიც აუცილებლად ცენტრალურ ადგილს უჭერავს ეკლესიას, ეკლესიურ ცხოვრებას. მაშინ რატომ შენდებოდა ამდენი ეკლესიები, რატომ ანგრევდა მტერი ამდენ ეკლესიას, ისე რა საჭირო იყო რა ისე ვერ მოსპოვდა ჩვენში წმენას. 21 საუკუნოვანი უწყვეტი ღვთისმსახურება, ეკლესია მარტო შენობა ვერ უშველის. ღვთისმსახურება იქ რომ მოქმედებს დაწესებული საიდუმლოებები, როგორიც არის ნათლობა, ზეთისხება, აღსარება, ზიარება ამ ცხოვრების 21 საუკუნის ტრადიციამ ფაქტია რომ შემოვერან ვერ უარყოფს რომ ძალიან ბევრი წმინდა ადამიანი მისცა როგორც მიწას ასევე ზეცას რამდენი სავლე პავლეთ იქცა რამდენი ავაზაკი იცხოვდა და როგორ შეიძლება შენ იქ რომ შენი გზაც მიგიყვანს ხოლმე გადაგარჩენს და ეს გზაც მართალი ორი სიმართლე ვერ იქნება ან ეს ხალხი ცდება ან შენ ცდები ხო და ხო იმდენად შეუსაბამო და კონტრასტული აქვს შედარება როცა ამ ხელა საუკუნის ტრადიცია
ხო უნდა მიხვდე რომ ესე იგი იქ ჭეშმარიტებაა რა ხან ადამიანები ამდენი საათი წილოცაზე დგანან მარხულობენ ლოცულობენ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი სიცრუეს ემსახურებოდეს და ამდენი საუკუნოვანი გამოსწორ ტრადიცია დაუგროვდეს შეუძლია და შენ ეხლა რაღაც შენ აღმოაჩინე თუ მარტო პირჯვის გადაწერის იმედი და სიკეთის კეთების იმედი და სხვა ცუდი არ გაუკეთო ამით თუ უცხონდები რეალურად აქ დგას ადამიანის ცხონების საკითხი ბოლოს აქამდე დავდივართ ადამიანის ხსნის საფრთხე განგებულება რომ ახსულდეს აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება თუ არა ღმერთი ამას არ დააწესებდა და ამიტომაც შეუძლებელია ღმერთთან ვინმეს მისცა თუ არა ეკლესიური ცხოვრების შედეგად და სწორედ ეხლა დიდი პრობლემა შემდეგ მეરે იწყება რომ ეკლესიაში მისვლაც კი არ არის გადარჩენის გარანტი და ხა რაღაც ჩვენ საუბრობთ რომ ვინც საერთოდ ეკლესიაში არ მოსულა თქვენ წარმოვიდგინეთ თუ ეკლესიაში მყოფნი მაშინ სასულიერო პირნი არავის ჩვენი გარაგვა გარანტი მაინდამაინც შენ გაცხონებს თუნდაც შენი ლოცვა შენი მარხვა შენი ზიარება თუნდაც რეგულარული თუნდაც ყოველკვირეული ყოველდღიური გარანტი არ არის გაზრიდან გამოსული იმათს და კარგავგანი კითხავ რაღაცას რა თქმა უნდა ეს საკითხია მაგრამ სხვა თუნდაც არ აკეთებდი ამ ყველაფერს გარანტი არ არის ჭედა მაებიც რომელიც მართლა წმინდანი იყო ცხოვრებაში ისინი გოდებდნენ ცრემლს გულიდნენ რომ ნეტა ღმერთს თუ კი სათნო იყო ჩემი ღვაწლიო და ანუ თუ ეკლესიაში მყოფი ამდენ ტრადიცია მე არ მაძლევს გადარჩენის გარანტიას გადასარჩენებში ვინც არ არის იმათ რის იმედი უნდა გქონდეს ამიტომ ეკლესიაში ყოფობაც არ არის მაინც გადარჩენის გარანტია რა თქმა უნდა აქედან იწყება გადასარჩენთა ერთობლიობა შემდეგ უნდა გადაიქცეს გადარჩენილთა მაგრამ ამას ჭირდება ადამიანის პიროვნული ძალიან დიდი ძალისხმევა ლოცვა მარხვა სინანული რომ ეკლესიის მადლი სულად შეიცნოს და მართლაც მსგავსებისაგან წარემატოს მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა არ შედის ამ გადასარჩენთა რიცხვში და ძალიან ცუდად დასრულდება და ეკლესია თვითონ იმიტომაც დაარსდა ღმერთო ადამიანის შინაგან ფერის ცვალებას ემსახურება და ეს მთელი ცხოვრებისეული დროა და არ არის მარტო ერთჯერადი მარხვით ეს არ მიიღწევა არც ერთჯერადი ზიარებით ხო ამიტომ თავარია ვინც ეკლესიაში იმყოფება შეზრების დაგვარად ამიტომ გული უნდა გაუხსნას ღმერთს უნდა მეტად დაუახლოვდეს რომ იქნება ღვთისმადით კიდეს გადარჩეს და გადარჩენა ეკლესიის გარეშე შეუძლებელია სული ცხონების კუთხით საუბრობ ბუნებრივია მოგცა თავისუფლება მოგვანჭა თავისუფლება რომელიც დღევანდელ დღეს ნაკლებად არის სწორად გააზრებული და ჩვენ ამახვილებთ ხოლმე ამ საკითხზე ყურადღებას ხშირად და ალბათ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი იქნება ამ თემაზე ვისაუბროთ და გავამახვილოთ ყურადღება ვინადან სწორედ ამ თავისუფლებით იწყება რეალურად იმის გააზრება თუ რა არის ჩვენი თავარი დანიშნულება და ამ გადასარჩენთა სიაში მყოფები ასე ვთქვათ რომ ვიყოთ ხომ და გავიაზროთ სწორად რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით თავისუფლება და როგორ არის კავშირში სწორად ამ სულის ცხონებასთან და გადარჩენასთან ეკლესიოდან დავამდილოთ მოვასწრებთ და ვიტყვით თქვენის ნებართვით რომ სწორედ ღმერთი როცა ადამიანის ცხონებას ეხება მისთვის ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის სახარება გვასწავლეს რომ ერთი მონანულის გამო მთელი ზეცა ხარობს ეს ახლა გაუგებარია ჩვენ გონებს იმისთომელი ერთი ცოდვილის გამო მონანე ცოდვილის გამო და მე ყველა ძვირფასია ღმერთის ადამიანის გამო შექმნა ღმერთმა სამყაროც და ყველაფერიც უქმნილება როგორც სამყაროს გვირგვინი ადამიანი და სწორედ წარმოიდგინეთ აი ამ ადამიანის ცხონებას ვეხება საქმე ამ დროსაც კი ღმერთი არასოდეს არ შეურაცხყოფს არ ბღალავს ჩვენ თავისუფალ ნებას აი თუნდაც მოწოდება ვახსენეთ რომ წარმოიდგინეთ ეკლესია დღეს აი დიდებულ პერიოდში ვცხოვრობთ ამდენი ეკლესია ამდენი გახსნით აზრები ამდენი რასწორებო მოქმედით აზრები ამდენი ღვთისმსახურება ამდენი ღვთისმსახური მადლობა რომელშიც ძალიან ბევრი ძალიან ღირსეულია ეკლესია თქვი ტელევიზია რადიო ბეჭდუთი რომელიც ღვთის სიტყვას ქადაგებს ეს არის გაბწყინების ერთ-ერთი ფორმა ჩვენი ქვეყნისა და სოფლის ზოგადად, მაგრამ ვინ როგორ ეხმაურება და აქაც ღმერთი არ ძალადოს. მოგვიწოდებს ეკლესიის ფუნქციას და მის მიშებას მეტი აროს არ არღვევს. იქ ზარების რეკვა იქნება, იქ ყველა წირვალოცვა იქნება, განსასწრებელი იქნება სიხარული, მაგრამ ადამიანი სამწუხაროდ ან არ ეხმაურება, ან უნდა გამოეხმაურება, უნდა არ გამოეხმაურება, ღმერთი არ აძალებს. და არა და როგორ გულდაცეწყვეთ ერთი წინა ეკლესიის მოძღვარი ბრძანებს, რომ შენდობას ვითხოვროთ ისე გასაგებად ამბობს, რომ დაფიქრდეო ღმერთი როგორი არასამართლიანი გამყოფი არისო ამ დროისა და ამ მოვლენისა. იმიტომ რომ ასეთ გამოთქმა რომ ღმერთი იმდენად სამართლიანია, ამდენადაც კასტმოყარეო, მაგრამ წმინდა იოანე ბრძანებს რომ უფრო მეც ვიტყვი, უფრო მეტად ღმერთი კასტმოყარე ვიდრე სამართლიანი. ადმე სიყვარული ხანდახან მის სამართლიანობასაც აჭარბებს, რას გულისხმობ, რომ წელიწადში 7 დღეა წარმოიდგინე და ღმერთი გეუბნება რომ 6 დღე იქმოდე მაშინ ყოველი საქმენი შენი. ანუ შენი საქმე აღასრულე, მოვალეობები, ვალდებულები, სამსახურებრივი, ოჯახური, მეგობრული, როგორც გნებათ. ერთი დღე არ უფლს ღვთისა შენის 6 შენ
ერთი ღმერთი ჭირდება. 24 საათია დღე-ღამეში. თავის დასვენებიან ძილიან და რამდენი საათი გაქვს, რაც გინდა გააკეთე, უფალი კარგს ზღუდავს, გინდა ცოდვა ჩაიდოს და რამდენ დროს ითხოვს ღმერთი თქვა თავის ლოცვების საკითხო, დილის ლოცვები ძილს 15 წუთი და 10 წუთი. ადამიანი ახერხებს, წარმოვიდგინე, რომ აი ეს დროც კი არ დაუთმოს და ღმერთს კი არ ჭირდება. თუნდაც დაუშვათ ღმერთს ჭირდებოდეს. ღმერთი გარდა კაცმოყვარლისა და ჩვენ მამის არის კაცრი მსაჯულის. ეხლა რო წავიდეთ მეფე რო წარმოვიდგინე, რომ გითხრას რომ რო ეთქვა 4 დღე მე ან 3 დღე შენ უნდა გამოცხადდე კვერთხით. ყველა უნდა გამოცხადდეს ჩემ კარზე. არ მიხვიდოდი, ყველა მივიდოდა, იმიტომ რომ შიშის გამო, სიკვდილის შიშის გამო, პატივის განაციყოლ ექნებოდა, მაგრამ ღმერთმა ესეც არ ქნა. 6 დღე შენ 1 დღე მე და ადამიანი ახერხებს, წარმოიდგინეთ რომ ეს თავისუფალი არჩევანის რაც ღმერთმა მისცა ნებას გულისხმობს, თავის და საცხოვნებლად კი არა, დასაღუპად აქციოს და ეს ძალიან ძიმე მდგომარეობა, ასე რომ უნდა ვირწმუნოთ ღმერთი, რომელიც ეკლესიურს ხო შედა მიეცემა ადამიანს წმენის სიდიადე, რომ ჩვენი სული გადავირჩინოთ, გარდაცვალვის შემდეგ თავარი ცხოვრება და მარადიოს ხო სწორედ გარდაცვალვის შემდეგ იწყება და არა ამ ქვეყანაში ცხოვრების დროს ამდენ ხანს არა გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა მამირაკლი მურგძანებისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და განმარტებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი.